რამდენი ლარის ოდენობით იღებენ საქართველოს მოქალაქეები პენსიას და რა უნდა იყოს საარსებო მინიმუმი. ახალი ამბების განამღებმა ჯგუფმა თელავში მინი გამოკითხვა ჩაატარა. ადგილობრივების განმარტებით პენსია საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია, მათივე თქმით თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფოს დაახლოებით 250 ლარს უნდა აძლევდეს, მაგრამ მათივე თქმით თუ ბაზარზე არსებულ ფასებს გადავხედავთ და 200 და 250 ლარი მხოლოდ მედიკამენტებისა და პურის საყიდლადაა საკმარისი. ამ დროისათვის საქართველოში პენსიონერებს სახელმწიფო ყოველთვიურად თანხას 100-დან 125 ლარამდე ურიცხავს. წამალს ავყიდულობ, საჭმელს ვეღარ ავყიდულობ, საჭმელს ვყიდულობ, წამალს ვეღარ და 125 საკმარისი არ არის. დღევანდელ ცხოვრებას რო გადავხედოთ, ყველაფერი დაძვირებულია. გვიჭირს, ძალიან გვიჭირს პენსიონერებს. დაახლოებით 250 მაინც უნდა იყოს პენსია, რომ ნამდვილად ხელი შეგვეწყოს პენსიონერებს. არ არის საკმარისი შვილობა, რა ვიცი მე. რამდენს ვიღებ და 100 ლარს ვიღებ და რა არის ეგ საკმარისია. ბევრია ისა მჭირდება, მაგრამ არის 200 ნახევარი ალბათ. პენსია 200 ლარიც არ მეყოფა.